საფრთხესთან დაკავშირებით მოვლენები როგორც ხდება ზეგნელეთის სააგენტო გამოხატავს ძალიან არალოგიკურ მოსაზრებებს ზეგნელეთის სააგენტო ნიკანიძე და ეს მოვედით, იმიტომ რომ სიცხვილის დერეფანიკურია მოუწყოთ იმ ადამიანებს, ვინც აქ მუშაობს, იმიტომ რომ არა მარტო სააგენტოს ხელმძღვანელი, არამედ ის თანამშრომლებიც არიან პასუხისმგებლები იმ ყველაფერზე, რაც ხდება მთლიანად საქართველოს მემკვიდრეობაში და კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხესთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ განთავისუფლეს რამდენიმე თანამშრომელი, როგორც კუპრის სამინისტროდან, ისე ზეგნელეთის სააგენტოდან, ის ადამიანები, რომლებიც საფრთხის დაცვის მოხდენილ და დანიშნეს დავით ლომიტაშვილი ზეგნელეთის სააგენტოს მოადგილედ, ხელმძღვანელის მოადგილედ, რომელმაც ხელი მოეწერა საფრთხის ნგრევაზე. ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს და ვითხოვთ ორი უცხოელი ექსპერტის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამჭვირვალებას გაგვაცნო საზოგადოებას, გააკეთა საქართველოში და ნასკმა დადეს, ჯერთ ვარდადეს და ასე შემდეგ. ანიკანიძე წავიდა უკვე სამწუხაროდ შესული არის ჩვენი ორი წარმომადგენელი შიგნით და ჯერ არ გამოსულან, საინტერესოა რა ცნობებს გამოიყენენ სააგენტო. ჩვენ გვქონდა ბედნიერება, თუ შეიძლება ითქვას უბედურებაც, ჩასულიყავით კაზრეთში და გვენახა ის საშინელი სიტუაცია, არა ადამიანური სიტუაცია, რომელიც იქ არის გამეფებული. სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული პრობლემები არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ნახეთ ადამიანები, რომლებსაც კერძო ინვესტორი ამუშავებს მონურად, რომლებსაც აქვს ძალიან დაბალი ხელფასი, რომლებიც არიან ყველაზე საშინელ მდგომარეობაში, რაშიც შეიძლება ადამიანი ჩავარდეს და ნახეთ საფრთხის თავადის ადგილი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც იყო მიწი გამოსებული, რომელსაც იყო გადავლილი. გარდა ამისა, ოქროს მოპოვება არ შეიძლება იქ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. ოქროს მოპოვება ხდება საფრთხისიდან 600 მეტრის დაშორებით. ამით მინდა იმის თქმა, რომ კერძო ინვესტორს არ ემჩიქოლს დაემონა არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ მისი ყველა სტრუქტურა, განსაკუთრებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რომელიც ზეგნელთა კრევის ანტიეროვნულ სააგენტოდ იქცა. მე თავზე ნუ მიიღებ.